თუ არ მოგწონს იდეა რომ მიიღებ, მაშინ ალბათ უნდა აირიდო მექა. დიახ, მექა. იცით, წმინდა ადგილი, სადაც ისლამისტები წელიწადში ერთხელ მიდიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია მათ რელიგიაში. და მაინც რატომღაც სადღაც მედიას გამორჩა ამბავი, რომ ეს პირდაპირ ეპიცენტრია იმ ქალებისთვის, რომლებიც მექაში მიდიან. ეს სიგიჟეა. რაც უფრო ღრმად ჩაუღრმავდი ამ ამბავს, მით უფრო არ მჯერა, რომ ეს არ არის ყველასთვის ცნობილი ფაქტი, რომ ქალები ათეულობით, თუ არა ასეულობით, თუ არა ათასობით ქალი, რომლებიც ამ წმინდა მომუცველობიდან დაბრუნდნენ, აღიარებენ იმას, რაც იქ გადახდათ. და იმის გარდა, რომ ძალიან ხშირად მამაკაცები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ საკუთარი სულიერებისთვის, ფიქრობენ, რომ ეს სწორედ ის დროა, როცა სხვებზე იძალადო, ეს ძალიან უცნაური რამეა. მაგრამ კიდევ ერთხელ, თუ შენთვის 64 ქალწულების დაპირებას ნიშნავს, მაშინ შეიძლება გჯეროდეს, რომ უბრალოდ წესიერება არის სწორი გზა ცხოვრებაში. ეს უკვე სხვა დროისთვის დასასმელი საკითხია. უბრალოდ ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ მექა ესეთი საზიზღარი ადგილია და ამაზე არავინ ლაპარაკობს, თითქოს ეს ჩვეულებრივად არის მიღებული. კარგი, მაგალითი მექას ვიდეოსგან, რომელიც უი. ხედავ ამას. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ვარ მეირა ქეი, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა, ჭერა. ჩვენ ვუპირისპირდებით, რადგან უკვე საკმარისია მედიის მუდმივი ტყუილები. და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენნაირი ბევრი ადამიანია, ვინც ასე გიჟურად ფიქრობს. თუ შენც ასე გძნობ თავს, კეთილი იყო შენი მობრძანება. შენი პოვე, შენი ხალხი. ასე რომ დააჭირე გამოწერის ღილაკს, გაუზიარე ეს მეგობარს და დავიწყოთ. ეს უბრალოდ მექას ვიზუალია და თუ გინდა მთელი ცხოვრება კლაუსტროფობია გქონდეს, უნდა უყურო ამას. გამოიცერე თაცი. თქვენთვის. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ეს უბრალოდ ისეთ ადგილს გავს, სადაც უბრალოდ არ მოგინდება წასვლა, ეს პოსტინიომ გამოაქვეყნა სხვათა შორის, ბაკ, მექა აბსოლუტური კოშმარი ჩანს. რატო არის საერთოდ უსაფრთხოების ზომები ან რაიმე ორგანიზება? უბრალოდ ქაოსია და ჭყლეტა. ზუსტად ვიცი, რომ ამ მომუცველობების დროს ადამიანები იღუპებიან, იმიტომ რომ შეხედეთ ამას, შეხედეთ დახუთულობას, შეხედეთ სიცხეს, შეხედეთ ტანსაცმლის რაოდენობას. აშკარად ქალები იგებენ. კაცებს რა თქმა უნდა არ უწევთ თუ არ უნდათ. მაგრამ ღმერთო ჩემო, მოდი ვუყუროთ ამას. კარგი. ეს არის ვიდეო მექაში, რა თქმა უნდა, მშვენიერ მექაში, სადაც ქალს ხელებს უფათურებენ, მშვენიერია. ის პირდაპირ ასე იქცევა. ხედავ რა ხდება? ამ ქალს ეს კაცები სხეულით ეხახუნებიან. მუსიკა. ადაკი. არ მომწონს სიტყვა ტრიგერის გამოყენება. ალბათ ამისთვის მგრძნობიარე შინაარსის გაფრთხილება უნდა მიმეცა, მაგრამ გონია რომ ეს ძალიან ტრიგერავს ადამიანებს. მაპატიეთ თუ ასე მოხდა. ხო, ამას ვერ უყურებ. კარგი. როგორც არ უნდა იყოს, თუ გაინტერესებთ რა უნდა გააკეთოთ თუ შავი დროებას შეგხვდებით, მოდი ამას მოусმინოთ. და ჰაჯიდან დაბრუნების შემდეგ ეხლა ამტკიცებს, რომ შევიწროების მსხვერპლი გახდა და ვიღაცამ შეუფერებლად შეეხო, მაგრამ ეს არც ქმრისთვის უთქვამს და არც არავისთვის. კანადაში დაბრუნების შემდეგ ის კითხულობს, რა უნდა გამეკეთებინა? ასეთ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი იყვირებდა, ხმას აიმაღლებდა და სკანდალს ატეხდა. ვიღაცა გეხება შეუფერებლად, ვიღაცა გეხება არასათანადოდ, იქნება ეს ჰარამში, იქნება მეჩეთში, იქნება უმაღლეს სასამართლოში. ეს არ არის გამართლება. უნდა იხვირო, შემოbrunde და გაუცხრე იმ ადამიანს, სკანდალი ატეხო, რომ ყველამ დაინახოს რა გააკეთა მან. მინდა კიდევ ერთხელ დაგაბრუნოთ ამ ვიდეოსთან. ეს ძალიან. გონია რომ ის ყვიროდა.
ბოდიში, რას აკეთებთ ასეთ დროს, როცა ქალი ყვირის, მაგრამ კაცებს საერთოდ არ აინტერესებთ? შეცდომა. მაგრამ 1-2 დღის ან თუნდაც 1 საათის შემდეგ რომ მოდიხარ და ამაზე საუბრობ, მით უმეტეს თვეების შემდეგ ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. იმიტომ რომ აღარავინ დარჩა, ვისთანაც შეიძლება ამაზე ისაუბრო და აღარ არსებობს გზა, რომ გადაამოწმო რა მოხდა. ხო, ასეა. გესმის, რას ამბობს სინამდვილეში აქ? ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელსაც ეხებიან. ქალმა თქვა, რომ მას შევიძროებდნენ და ავიძროებდნენ მექაში და ასე შემდეგ. ის ამბობს აქ, რომ თუ მაშინვე იმ მომენტში არ გააკეთებ რამეს, თქვათ ეს შენი ბიძან, ბაბუან, მეგობარია, თუ იმ წამსვე არ იმოქმედებ, მერე ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ფაქტობრივად ამბობს, რომ თუ რამე მოხდა შენს წარსულში, უბრალოდ არ ახსენო. ეს არ არის მნიშვნელოვანი. თუ წარსულში ძალადობის მსხვერპლი იყავი, შეუძლებელია, რომ ამის მტკიცებულება გქონდეს. შეუძლებელია ამის დამტკიცება. ასე რომ უბრალოდ არ ახსენო. ხედავ რა ქვეტექსტია აქ ამ ძალადობის ამბავში. ეს მარტო მექას არ ეხება. ეს მთლიანად ამ მენტალიტეტს ეხება. არა, არ ახსენო თუ ეს ადრე მოხდა. თუ ეს ამ წამამდე მოხდა, მტკიცებულება არ არსებობს. ასე რომ ეს შენი ბრალია. შენი ბრალია. მაშინ უნდა გეყვირა, როცა მოხდა. ეხლა უკვე ერთი დღეა გაკვეთი, დღეა გასული. როგორ უნდა ვიცოდე, მართლა მოხდა თუ არა? აი ასე აიძულებენ ხალხს, რომ ჩუმად იყვნენ. ეს პირდაპირ ასე ხდება. აიძულებენ ხალხს, რომ ჩუმად იყვნენ. კიდევ ერთხელ, ესეთი ისტორია არ არის. ესეთი ძალიან ბევრი ისტორია არსებობს. და ეს 8 წლის წინ მოხდა, ხო ესეა? ეს ყველაფერი წლებია გრძელდება და ძალიან იშვიათად აშუქებენ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ჩემი მუწუგი. და მე ეს ტესტი, აი ეს არის. მე შინოდა ამის გაზიარება, რადგან შეიძლება თქვენი რელიგიური გრძნობები შეელახა. როცა იშას ლოცვის შემდეგ კაბას გარშემო ტავაფს ვასრულებდი, რაღაც ძალიან უცნაური მოხდა. ეს ჩემი მესამე ტავაფი იყო, როცა წელზე ხელი ვიგრძენი. ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ უდანაშაულო შეცდომა იყო. საერთოდ არ მივაქციე ყურადღება. მე ისევ ვიგრძენი. ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. მოძრაობას ვაგრძელებდი. მე-6 ტავაფის დროს უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ამას რძენა და აგრესიულად დამჩხვლი და უკანა მხარე. გავიყინე, არ ვიცოდი, განზრახ იყო თუ არა. ყურადღება არ მივაქციე, უბრალოდ ნელა ვაგრძელებდი მოძრაობას, რადგან ხალხი ძალიან ბევრი იყო. სადე შემბრუნებაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი. როცა გამოჩენილ კვარტალში მივედი, ვიღაცამ სცადა, რომ ჩემი უკანალი მოეჭიდა და მოეჭკმიტა. ეს არის პრობლემა, რომელიც არსებობს და ამან საუბრობს. მასზე არავინ საუბრობს. ძალიან კარგი დასუფთავების მასალები და დასუფთავების გუნდი. ხშირად ხალხი ტოვებს ჰაჯს. და მე დავიხვირე, რადგან ზუსტად იგივე გამოცდილება მქონდა, როცა 20 წლის ვიყავი და უმრაზე წავედი. და ვიღაცამ პირდაპირ დამიჭირა დიდი ნაწილი ჩემი უკანალის, როცა უმრას ვასრულებდი. და ეს მოულოდნოდ მოხდა ჩემთვის და მე დავიხვირე. მაშინ უთხარი დედაჩემს, ჩემს ოჯახს, ვინც ჩემთან იყო და ყველამ უბრალოდ თქვა, რომ ეს აქ ხშირად ხდება. ეს უბრალოდ აქ ხდება. ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია. და მე შოკში ვიყავი. ეს მექა, ხედავ, ესაა მთავარი. ესაა მთავარი. ეს მენტალიტეტის ნაწილია. ეს არა მხოლოდ ის, რომ მიდიხარ ყველაზე წმინდა ადგილას, მაგალითად მექაში, მომლოცველად და იქ ეს გემართება. არამედ შენი ოჯახის რეაქციაც ესეთია. ხო, აბა რასელოდი? რასელოდები? რაბინული ავტორიტეტები. ან როგორც არ უნდა ეძახდნენ იმამურ ავტორიტეტებს. მათი პასუხი ასეთია. თუ მაშინვე რამე გეთქვა, იქნებ რამე მომხდარიყო. გარდა იმისა, რომ ყველა ამ ჩვენებაში, როცა მსხვერპლმა სცადა რაიმე გაეკეთებინა, არავინ მიაქცია ყურადღება ან დასცინეს. ეს არის პრობლემა. ეს უბრალოდ მიღებულია. ეს მიღებულია და ამიტომ ამაზე არ საუბრობენ და ხალხს ძალიან ეშინია, რომ ამასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელონ. მაგრამ ყველას, ვისაც ქალებიც ადარდებს და კაცებიც, სხვათა შორის, იქნებ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ წმინდა მომლოცველობა ძალადობის ადგილია. შეიძლება ვინმე უნდა ახსენოს ეს სადმე იმ თელ მეინსტრიმულ ბრძოლაში ქალთა უფლებებისთვის, რაც ახლა ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.